რეგისტრაციო და ვისაც სტალინი უყვარსო და იმ სტალინსაც This is black or black. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს თქვენს წინაშე ვარ ძალიან მაგარ პოზიტიურ ნოტაზე, რასაც ქვია და ხო, შემოგთავაზებთ დღეს როგორც დაგპირდით, ჩემი ვიდეოს განხილვას. უпростоრედ კომენტარების განხილვას. არა, უпростоრედ ჩათვალხური შავი კომენტარების განხილვას. ხო, რასაც ისეთი მეტი პოზიტივი ჭირდება და ძლიერი იმუნიტეტი. ხო და ხო, აუცილებლად განვიხილავთ ჩვენ ამ კომენტარებს და რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვეცდები რომ ეს ყოველივე იყოს პოზიტიური. Yes sir. სანამ გადავიდოდეთ განხილვაზე, გეტყვით რომ ჩემი მეგობარი კომპანია ლავით ბარი, რომელიც აი მას პინძლობს ასეთი უგემრიელესი პროდუქტებით. ძალიან გემრიელი არის. საბურთალო უნივერსიტეტის ქუჩა ნომერი 2. შეგიძლიათ მოგზანდეთ, სადაც დაგხვდებათ იდეალური გარემო და ეს არის არ ვიცი. სულ რომ მოვდივარ, ყველაფერს ვაკვირდები და ბოლოს უკვე ესე ვარ, აი მარტო ერთ რაღაცას უყურებ. მიყვარს. რა ვქნა, მიყვარს. მე მასში ჩემს თავს ვხედავ. ხო, თუ რაღაც ეგეთი რა. ხო, აი მაგალითად ეს. პიკ პანტერა, ჩემი ძმა და მეგობარი რა ვახარ. არა, გვიბაზროთ დღეს? აი. Yes sir. Okay, ნახოთ. თუ მე ვიქნებოდი კახელი კაცი, რომელსაც აქვს შავკანიანი ადამიანის ფორმა გადაცმული, როგორი ვიქნებოდი? აბა დამიწერეთ კომენტარებში და ამ სირთულეზე თქვენ რას ფიქრობთ, ეგეც მითხარით, იმიტომ რომ მე ვერაფერი ვეღარ მოვიფიქრები. ხო და რა ვიცი, აბა გამაიწერეთ ჩემი YouTube არხი და ყველაფერს დეტალურად იქ განვიხილავთ. Yes sir. აი, მოკლედ და კონკრეტულად რომ გითხრათ, მე შევთავაზე მეტი პოზიტივი, ანუ პოსტი რაც იყო რა, ზევიდან დავაწერე, რომ მეტი პოზიტივი, მეტი კრეატიულობა, აი მეტი იუმორით შევხედოთ ამ ყოველივეს და მოვდი აი თულზე ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ მეთქი რა და სანაცვლოდ მე მივიღე აი ჩათვალახური შავი კომენტარები რა, მაგრამ ნუ it's okay, ეგ არაფერი, მაგით ქვეყანა არ დაქცეულა. ირიქით რა. ხო და რა ვიცი, განვიხილოთ ახლა სხვა რა გზა არის და რა თქმა უნდა, ხო, ჩათვალახური შავი კომენტარები ამას იმიტომ დავარქვი, რომ ძალიან ისეთი ცუდი სტერეოტიპები შემხვდა და გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, თქვენთვის გადმომეცა და ამ ყველაფერზე, აი, ჩემი დამოკიდებულება გენახათ რა და ეს მაგალითია არა მარტო ჩემი, უნდა იყოს სხვა ადამიანების მაგალითი თუ როგორ უნდა შეხედონ აი ასეთ აბსურდს. ხო და მე ვიცი ვიღაცეები, ვინც მაგალითად დეპრესიობენ იქ მერე ესეთი რაღაცეების საკითხის შემდეგ და დამიჯერეთ. აი ეს არის, აი ეს რაღაც ეგეთი რა. ხო, ნუ რა თქმა უნდა თავითაოდ კიდე მივესალმები პოზიტიურ კომენტარებს, რაც დამიწერეს, პოზიტიურზე და კარგზე. რავი, მაგას არაფერი არ ჯობია, პირიქით ჩემი სტიმული არის და ეს მე მომხნევებს და ნუ მოკლედ რა. მაგ მხრივ თუ შევხედავთ, it's okay, ყველაფერი წესრიგშია და მაგრად არის. Yes sir. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, რაც ყველაზე მთავარი არის, იმიტომ რომ აქ თქვენ დაგხვდებათ როგორ გითხრათ, აი აბსურდულზე მორგებული საუბარი, ფანტაზია, რომელიც შეგიძლიათ რომ გადაკვეთოთ, გადალახოთ, აი მაქსიმალური თავისუფლება. ეს ძალიან მაგარი არის. უბრალოდ შეგიძლიათ რომ გაცუროთ და აი თქვენც დაფიქრდეთ თუ რას გააკეთებით, თუ რას მოიმოქმედებდით რა. და ხო, ამ ყველაფერთან ერთად კიდევ შემოგთავაზებთ ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოებს, რა თქმა უნდა. Yes. Okay, აი ლაპარაკი რომ არ გამიგრძელდეს. აჰა. მოკლედ. პირველი კომენტარი.
ეს როგორც ჩემი კონტენტი და ჩემი ვარსკვლავი გადმოტანილი აი აქ კომენტარი. ეს იძახის ეს ვარსკვლავი. ეს მე დაიწვევა კაც. სახში კი არ წავიდეთ. რა, ბიჭებმაც დაიწყეს დრუნჩების დაბერვა? კი ბატონო. დრუნჩების დაბერვა დავიწყეთ და სხვათა შორის კომენტარის ავტორო მე შენ გეტყვი ეს ასეთ რაღაცას რომ ორი ფილერი გავიკეთე, ორჯერ გავიკეთე ფილერი, მე ამან არ დამაკმაყოფილა და მე მესამედაც ფილერი გავიკეთე. და საბოლოო ჯამში მივიღე ასეთი შედეგი და სხვათა შორის მე ძალიან მომწონს. სარკეში რო ვიყურები, თავის სიმპათიას მიტოვებს. აბა, ის აფრიკელი კი არ ვარ, ამხელა ტუჩები რომ მქონდეს. თან ბუნებრივი. ოკეი, კაი. აბა შემდეგი. მეორე კომენტარი, მეორე ვარსკვლავი. რას გევხარ? რას ვგევარ? რას ვგევარ და ყველაფრიდან გამომდინარე და ყველაფრის მიუხედავად ალბათ გეტყოდი რომ გავარ როგორც შენ ისევე მეც ძალიან ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მეგობრობა, სიყვარული, გვერდში დგომა, ურთიერთგაგება, გასაჭირში, როდესაც ადამიანს არასდროს არ მივატოვებ, რაც არ უნდა ხდებოდეს, არ აქვს მნიშვნელობა. ხო, გავარ აი ასეთ ადამიანს. კიდევ ალბათ მინდა რომ ვგავდე ძალიან კარგ ადამიანს და როგორც ჩვენ ვიცით, კარგი ადამიანობა დღესდღეობით ძალიან რთული არის, ასე რომ ხო რა, აი ამას ვგავარ. ძალიან მოკლედ და მარტივად შემიძლია გავცე ამ კომენტარს პასუხი. მესამე. გაეჯვი შენს აფრიკაში, გაიგე? აი, ერთი წუთი ძმაო, მე აფრიკაში ხშირად მივდივარ და მოვდივარ ხოლმე რა. ხო და შენ ახლა კონკრეტულად მითხარი, რომელს გულისხმობ, მოსკოვის პროსპექტის იქით რომ აფრიკა არის, მაგას მეუბნები თუ იმენა მამა აფრიკა და რამე რა, იქ იმენა ლომები რო დარბიან და რაღაცა. ეს უნდა დაგეკონკრეტებინა შენ თორე ახლა მე რა გავიგო, შენ რომელ აფრიკას გულისხმობ, იმიტომ რომ აქ აფრიკა მე საქართველოშიც მაგ ეგრე კი არ არის, ჩემო ძმაო. ხო და რავი, ხო, მივდივარ და მოვდივარ ხოლმე რა. ამაზე კი არ გაწყენინებ, კაცო. შენ არის იქ, ჩემი ხოდები მაქვს. ავტობუსი მიდის, მოდის, კაცო. ეგ არაფერი. კაი. მეოთხე. კახელები საყურეს არასოდეს გაიკეთებენ. ქართველები საყურეს არასოდეს გაიკეთებენ. ქართველი გეი არ არსებობს. ხო, აი, თუ ხარ კახელი და გიკეთია საყურე, ესე იგი შენ კახელი არა ხარ. ის ერთი ჩემი ძმაკაცი მიყურებს ახლა და შენ ჩემო ძმაო, არაფერი არ მიიღო, ეს დაიწვება აუცილებლად. აი ეს ვარსკვლავი რა, ხო და შენ მაინც კახელი ხარ, შენ მაინც სულის კახელი ხარ, ჩემო ძმაო, ასე რომ არა, ხო, კახელებს საყურეს არასდროს გაიკეთებენ. ხო, კახელები საყურეს როდის იყო იკეთებენ, კაცო. მე რა კახელი კი არა ვარ. და რა საყურე, რა სიძახით თქვენ. აი, მეხუთე. ყურყლე, ნუ არ წვენ კახელებს. ყურყლე. ანუ ყურ და ყლე? რა საინტერესო არის აი, კრეატივი და ფანტაზია ხო მოვითხოვე და აი ამან იმენა დაგლიჯა რა, ყველაზე ტოპ ფანტაზია გახსნა. კი ბატონო. ხო, არ ვარ ცხენ და მეც გპირდები რომ არ შევარცხენ კახელებს ამ ჩემი ყურყლეთი. ჩემი რა არის? რა ხდება? მოიცა, ეს ძალიან ტოპ იყო რა. მოიცა, სად არის? ბიჭებმა დაიწყეს დრუნჩების გაბერვა. ეს არის მაინც ტოპ რა. ბიჭებმაც რო დაიწყეს დრუნჩების დაბერვა. აი, ერთი ტუჩები მაგდიდი და ეგ მამშვიდებს. შემდეგი ვარსკვლავი. შენ ვერ იქნებოდი კახელი კაცი. რა იდიოტობებს ქმნიან ამ ხელოვნური ინტელექტით. რა თქმა უნდა, მე ვერ ვიქნებოდი კახელი კაცი და რა იდიოტობებს ქმნიან მართლა ამ ხელოვნური ინტელექტით. ეხლა მე ხელოვნური ინტელექტი ვარ? არა, მე ბუნებრივი ინტელექტი ვარ. ეს რას ნიშნავს ახლა? მე თუ ბუნებრივი ინტელექტი ვარ, ესე იგი სხვისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოდივარ? არა, ძმაო, ბუნებრივად ვარ შექმნილი, ურშვილი ვიყო. აი, ბოლო ვარსკვლავი. ძალიან კარგი ბიჭი ხარ. მოიშორე ეგ ყურყლე და უკეთესი იქნები. მართალი ხარ ძმაო, აი ეს ყურყლე რომ იკეთია, ამის გამო ვერასდროს ვერ იქნები კარგი.
უკეთესი რა თქმა უნდა, მით უმეტეს რა. არა, რას იძახე ხა, ვისაც ყურყლე უკეთია, კარგი ბიჭები არიან, მაგრამ უკეთესები ვერ არიან. რა სისულელე არის. ხო რა, ეს არის რაც არის. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი YouTube არქი, ფეისბუქი და კიდევ ერთხელ გეტყვით, ეს იდეალური სივრცე, ლავით ბარი, რომელიც აი, მას მინძლობს. ამ უგემრიელესი პროდუქტებით, ეს საბურთალო უნივერსიტეტის ქუჩა ნომერი 2. ხოდა. თავს აღარ მოგაწყენთ. დაგემშვიდობებით, როგორც დაგპირდით. აი, განვიხილეთ ეს ყოველივე და რა ვიცი, სულ ეს არის ვისი თქვა შემიძლია რა. ხო და ჩათვალხურ კომენტარებს ცოტა ჩათვალხური პასუხით უნდა გასცეთ, ოღონდ რა თქმა უნდა თავისი პოზიტივით და კარგი გაგებით. Goodbye.